თბილისის თავზე დაგეგმილი ახალი მშენებლობა სკანდალის მიზეზი ხდება. არაბული ინვესტიციის ნიღაბს მიღმა ოკუპანტის კვალი იკვეთება. რადიო თავისუფლების გამოძიება აჩვენებს, რომ პროექტის უკან რეალურად რუსული ბიზნეს ჯგუფები დგანან. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ამ მასშტაბის პროექტზე ოფიციალური დოკუმენტაცია პრაქტიკულად არ არსებობს. არ იძებნება საბუთები, რომლებიც ინვესტიციის წარმომავლობასა და ფინანსურ გამჭვირვალობას დაადასტურებდა. ვინ აშენებს დედაქალაქთან ახლოს ფეშენებელურ კომპლექსს, სადაც საცხოვრებელი სახლების ფასები 300,000-დან 5 მილიონ დოლარამდე ეღირება. თამარ დემეტრაშვილი პროექტის დეტალებით და შეფასებებით უერთდება ფორმულას ეთერს. დიახ, პროექტის ინვესტორი დუბაიში 2023 წელს რეგისტრირებული კომპანია მირა დეველოპმენტია, მისი დამფუძნებლები და მმართველები კი რუსეთის მოქალაქეები ტიმურ მამაიხანოვი და ტამარა გეტიგეჟევა არიან, თუმცა ნიშანდობლივია ის, რომ მამაიხანოვის გვარი ფიგურირებს რუსული მედიის დოსიე ცენტრის საგამოძიებო ფილმში. ეს ფილმი კი ეხება რუსული შავი ფულის გათეთრების ქსელის მუშაობას და კრიპტოდანაშაულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კერძოდ საუბარია იმაზე, თუ როგორ ხდებოდა ნაღდი ფულით და კრიპტოვალუტით უძრავი ქონების შეძენა ისე, რომ მათი რეალური ფლობელების შესახებ ინფორმაცია იმალებოდა. მამაიხანოვი და კომპანია მირა კონკრეტულად დუბაიში უძრავი ქონების შეძენის ნაწილში ფიგურირებდნენ ამ საგამოძიებო ფილმში. სწორედ ასეთი კომპანია აპირებს საქართველოში დეველოპერული პროექტის განხორციელებას. ესაა ქალაქი-ქალაქში კონცეფციის პროექტი, რომელიც კლიენტებს კომფორტული ცხოვრების ყველანაირ სერვისს თავაზობს ტერიტორიიდან გაუსვლელად. საცხოვრებლის ფასები კი 5 მილიონ დოლარამდე ეღირება. რადიო თავისუფლებისთვის ძნელი დასადგენი აღმოჩნდა ტერიტორიაც კი, სადაც ეს ქალაქი უნდა გაშენდეს, მხოლოდ მიახლოებული ლოკაცია და იმ ლოკაციაზე, რომელსაც თავად მირავერდე არეკლამებს, თბილისის მერიაში უთხრეს, რომ თბილისის ტერიტორიას არ ეკუთვნის, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა კი ჟურნალისტებს პასუხი საერთოდ არ გასცა. საჯარო წყაროებში კი არც რაიმე კონტრაქტი იძებნება და არც მშენებლობის უფლება ჩანს. სადმე პასუხს არც ქონების ეროვნული სააგენტო იძლევა. რუსული ფულის გათეთრების მთავარი ღერძი დღეს გადის რუსული ფულის გადატანაზე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში და ასე შემდეგ. იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს აქვს ჯერ კიდევ თავისუფალი კაპიტალის მოძრაობა. შემდეგ ეს ფული რაღაცა ფორმით უნდა გათეთრდეს. საქართველოს აი ამ რაღაც მაკლერი ღარიბაშვილის კობახიძის ხელში საქართველოს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქცა ერთ-ერთ იმ ადგილად, სადაც ბოლოვდება ეს ფულის გათეთრების სქემები. რეალურად ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ დეველოპერულ პროექტს თბილისის საზღვრებთან ახლოს, სადაც არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით ხორციელდება ეს პროექტი, ვისი მხრიდან ხორციელდება ეს პროექტი და რა ტიპის ინვესტიციაზე არის საუბარი. ჩვენ ვნახეთ სტატიაში, რომ რეალურად პასუხები ამ კითხვებთან დაკავშირებით არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს, რაც რა თქმა უნდა მიანიშნებს ორ რაღაცაზე. ერთის მხრივ ეს არის უცოდინრობა და არაკვალიფიციურობა. მეორე, რასაკვირველია არის ქართული ოცნებისთვის დამახასიათებელი შავბნელი ტრანზაქციები, სადაც საუბარი არის ისეთ კომპანიებზე, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვის ნიშნები და ეს კითხვის ნიშნები პირველ რიგში უნდა ისმებოდეს სახელმწიფოს მიერ. საბოლოო მიზანი ამ ანტიეროვნული პოლიტიკის არის ქართველების ჩანაცვლება, გვანახებს კიდევ ერთხელ ოცნების პოლიტიკის სიყალბეს. ერთის მხრივ საუბრობენ თითქოს რაღაცა უკონტროლო მიგრაციაზე, ქართველების ჩანაცვლებაზე, რომ ეს პრობლემა არის და ეს მართლაც პრობლემა არის, მაგრამ მეორეს მხრივ ხელს უწყობენ ამ არაბული ქალაქების აშენებას, ხელს უწყობენ, რომ იქ ვინც ბინას იყიდის, იმას დაურიგდეს ბინადრობის უფლებები, კანონმდებლობა ასე არის მორგებული. ეს რიგით მეორე არაბული შეფუთვის ინვესტიცია საქართველოში, რომელიც უამრავ კითხვას იწვევს. კონკრეტულად მირა ვერდეს შემთხვევაში საუბარია მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე. საზოგადოებისთვის ასევე არავის გაუწია პასუხები კითხვებზე Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებითაც, რომლის ხელშეკრულებაც ქართულმა ოცნებამ გაასაიდუმლოა და რომლის ფარგლებშიც კრწანისის ტყეპარკსა და გონიოში ახალი საცხოვრებელი უბნები უნდა გაშენდეს. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქართულ დეველოპერულ ბიზნესში რუსული შავი ფული იყიდებს ფეხს.